მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღრესი მადლობა, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ლაიქებს და კომენტარებს ვინც არ მისცემთ, გაგეცნობით მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკასთან მიმართებაში უნდა მომწეროთ WhatsApp-ში, რომელის ნომერსაც მივუთითებ ვიდეოს ქვემოთ და დღეს მინდა გავაკეთოთ ესეთი გაშლა. და გაშლა იქნება ორ ვარიანტზე. მოდით ვნახოთ. რა გაფრთხილებას გაძლევთ, ანუ რაც უნდა უფრთხილდეთ, ხო, გაფრთხილებას რას გაძლევთ სამყარო და ასევე რას გიმზადებთ. ნახოთ აბა, რას გვეტყვის. პირველი ვარიანტი, რა გაფრთხილებას გაძლევთ. მეორე ვარიანტი, რა გაფრთხილებას გაძლევთ და რას გიმზადებთ. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, მეგონი კარგად არ ჩანს ვარიანტები, ესე დავწერ და ამიტომ დავიხმარებ ესეთ სანთლებს. იყოს პირველი ვარიანტი ყვითელი სანთელი და მეორე ვარიანტი იყოს წითელი სანთელი. და ვნახოთ, რა გაფრთხილებას გაძლევთ და რას გიმზადებთ სამყარო. იმედია ჩაიფიქრეთ პირველი და მეორე ვარიანტი. დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ვინც ჩაიფიქრა. მეორე ვარიანტს გადავდებ ცოტა ხნით და ნახოთ, რას გაფრთხილებთ. პირველ რიგში გაუფრთხილდით თქვენს სულიერ სტაბილურ მდგომარეობას, გაუფრთხილდით თქვენს ოჯახს, გაუფრთხილდით ეცადეთ არ გქონდეთ რაღაცა კამათის მომენტები, ხო? ყველა ოჯახში ხდება, ყველა დედას შვილთან აქვს უკმაყოფილება და ასე შემდეგ ხდება ხოლმე რაღაცა ყოველთვის ყველაფერი არ მოგწონს ხო? გაფრთხილეთ სამყარო, რომ გაუფრთხილეთ თქვენს სივრცეს, თქვენს ოჯახს, თქვენს სიმშვიდეს, თქვენს ემოციურ მდგომარეობას, ხო? გაუფრთხილეთ იმ ძალებს, რომელიც თქვენთვის სასიცოცხლოა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განსაკუთრებით, ვისაც აქვს თან ისეთი ყველაფერთან ემოციური დამოკიდებულება, ესე ვიტყოდი, ვისაც რაღაცნაირად აქვს ის მომენტი, რომ მარტივად არ უყურებს, ხო? არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მარტივად უყურებენ ყველაფერს და არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, ხო, რაღაცა სიმარტივეშიც რაღაცნაირად ჩაეძიებიან ხოლმე. ასე რომ გაფრთხილება არის ის, რომ გაუფრთხილდით თქვენს სასიცოცხლო ძალებს, ცოტა უფრო მსუბუქად შეხედეთ ყველაფერს და თქვენი პირადი სივრცეები არ დაარღვევინოთ, თქვენი ოჯახის სივრცე არ დაარღვევინოთ, თქვენი სტაბილურობის მდგომარეობა არ დაარღვევინოთ იმ ემოციებს, რომელსაც შეიძლება ვთქვათ აყვეთ, ხო, რომელმაც შეიძლება გამოგიყვანოთ წყობილებიდან, რომელმაც შეიძლება რაღაცა გამოიწვიოს თქვენში, ვთქვათ, იმის სურვილი, რომ რაღაცა, ვთქვათ, თუნდაც სამსახურში, ხო, გაბრაზდით თქვენს უფროსზე და ნუ რაღაცა გადაწყვეტეთ უცბად, აი, აფექტურ მდგომარეობაში, საერთოდ დატოვებთ სამსახურს, ხო? მაქსიმალურად ეცადეთ და გაუფრთხილეთ თქვენს ემოციებს, არ აყვეთ აფექტური მდგომარეობამდე, არ მიგიყვანოთ და არ გადაწყვეტოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თქვათ მერე თქვენთვის შეიძლება არც ისე სასიკეთო აღმოჩნდეს. და ვნახოთ, რას გიმზადებთ სამყარო. სამყარო რას გიმზადებთ და ეხლა თუ გაქვთ ის მომენტი, როდესაც იბრძვით რაღაცა გადარჩენისთვის, როდესაც იბრძვით რაღაცა პრობლემებისგან, ხო, თუ აქ ვიღაცას აქვს ნეგატიური მაგალითად ატარებს წმენდებს ან იტარებს რაღაცა ფსიქოლოგიური, არ ვიცი, პირველ ვარიანტს ყველაზე მეტად ფსიქოლოგიური კუთხით სჭირდება სულიერი სიმშვიდე და სამყარო გიმზადებთ იმას, რომ თუ თქვენ ამ ეტაპზე გაქვთ რაღაც ესეთი ემოციური პერიოდი, რაღაცნაირად ემოციური მდგომარეობა, რომელიც თქვათ ასე როგორც პირად ურთიერთობასთან მიმართებაში იქნება, შესაძლებელია ვიღაცისთვის სამსახურიც იყოს, შესაძლებელია ვიღაცისთვის ფინანსებიც იყოს, ხო, ვიღაცისთვის რაღაცა საბუთებთან მიმართებაში იყოს. ყოველ შემთხვევაში სამყარო გიმზადებთ, რომ აი ეს ბრძოლა, რომელშიც ეხლა ხართ, რომელშიც ეხლა იმყოფებით, ის პრობლემები, რომელიც თქვენთვის ამ ეტაპზე არის რაღაცა
სულიერ მდგომარეობასთან, ძალიან ნერვიულ სისტემაში, ნერვიულობთ და თქვენს ნერვიულ სისტემას ძალიან აზიანებს, სამყარო გიგზავნით ტრანსფორმაციას, სამყარო გიგზავნით რაღაცა დასასრულს ამ ემოციის, დასასრულს ამ მდგომარეობის, რომელიც თქვენთვის დამაზიანებელია, თქვენი ენერგეტიკისთვის დამაზიანებელია. აქ თუ კიდევ ერთხელ გეტყვით, აქ თუ არის რაღაცა მანიპულატორული ურთიერთობები, ან არის რაღაცა ნეგატიური ზემოქმედება, რომელიც თქვათ იცით ხომ, გეუბნებათ სამყარო, რომ ეს უკვე დასასრულია, ეს უკვე განულება ხდება და შესაბამისად თქვენ უკეთესობისკენ გექნებათ ხომ მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამთავრდება და განმარტება. რას გიმზადებთ სამყარო? კი, იმზადებთ უფრო მეტ გაცნობიერებას, უფრო მეტ სიკეთეს, უფრო მეტ წარმატებას, უფრო მეტად იქნება თქვენი შრომაც დაფასებული, აქ თუ სამსახურებრივი მომენტი არის და აი ზუსტად ის გაძლევთ საშუალებას და გიმზადებთ იმას, რომ თქვენ შეძლოთ ყველა ის სიტუაცია აკონტროლოთ, თქვენს თვალთახედვაში, რაც კი არის მოგცეთ ნიშნები, რითაც შეძლებთ რომ ეს სიტუაციები მართოთ თქვენ, ხო? და საბოლოო ჯამში მიიღოთ ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, მიიღოთ სტაბილურობა, მიიღოთ სიმშვიდე, მიიღოთ სიმყარე, მიიღოთ მატერიალური კეთილდღეობა, ისე რომ სამყარო საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებას გაძლევთ, ხო? საკმაოდ აი რო იტყვიან, გაძლევთ შანსს თქვენ მართოთ ყველაფერი. აქ ერთადერთი რასაც გაფრთხილებთ, იმისთვის რომ ეს ყველაფერი მიიღოთ, თქვენ არ უნდა გამოხვიდეთ მდგომარეობიდან, თქვენ არ უნდა მისცეთ თქვენს რაღაცა აფექტურ სიტუაციას გააფუჭოს და ჩაშალოს ის სიურპრიზი, ის საჩუქარი, რომელსაც სამყარო გიგზავნით, ხო? ის ბედნიერება ემოციური იქნება, მატერიალური იქნება, თუ არ აქვს მნიშვნელობა თქვენთვის რაღაცა მნიშვნელოვანია, რომ კარიერულად წახვიდეთ ხო წინან, ყველა შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა იყოს თქვენთვის, არ შეუშალოთ სამყაროს ხელი ამ ყველაფრის მიღებისთვის, იმიტომ რომ ის აკეთებს თქვენთვის ტრანსფორმაციას, ის აკეთებს ისეთ მდგომარეობებს დაგისახავთ, რომელიც თქვენთვის ხელსაყრელი იქნება, ერთადერთი რასაც გთხოვთ, რომ თქვენი სივრცე არ დააზიანოთ და დაიცვათ თქვენი ემოციები. აი ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტისთვის. ძალიან საინტერესო რამს გავფრთხილებ და გთავაზობთ სამყარო და ვინც აირჩა მეორე ვარიანტი, ნახეთ მეორე ვარიანტისთვის, რას გავფრთხილებ პირველ რიგში. პირველ რიგში გავფრთხილებ იმას, რომ აქაც არ აყვეთ პროვოკაციებს, არ გქონდეთ რაღაცა ბრძოლებში ჩართვის მომენტი, ხო? ხანდახან არის, რომ შევასრულოთ არ გინდათ ბრძოლაში ჩართვა, მაგრამ ისე ხდება, რომ გიწევთ, ხო, რაღაცა თავდაცვის მომენტი შეიძლება იყოს და აქედან გამომდინარე დაცვას და ბოლო ჯამში ბრძოლად გადაიქცეს, ხო? თუ თქვენ პირად ურთიერთობასთან მართებაში გაქვთ რაღაცა კონფლიქტები, რაღაცა თქვენი პარტნიორი არ დგავს ნაბიჯს, არ აკეთებს რაღაცა გადაწყვეტილებას, ხო? ანუ არ გაძლევთ იმ მომენტს, რომ არ ჩქარობს მაგალითად, ხო, თუნდაც და რაღაცა დრო სჭირდება კიდე და რაღაც ეცადეთ, რომ ამ ყველაფერმა არ გამოგიყვანოთ თქვენ წყობილებიდან და არ გააფუჭოს თქვენი ურთიერთობა, ხო? აქ უფრო პირად ურთიერთობაზე არის საუბარი, აქ უფრო მეორე ვარიანტთან პირად ემოციებზე არის საუბარი და ნუ გექნებათ კონფლიქტური მდგომარეობა, ეცადეთ, რომ კონფლიქტური მდგომარეობა, რომელიც თქვენს პარტნიორთან გაქვთ, გადალახოთ, აკონტროლოთ
სწორად დაინახოთ ყველა ის სიტუაცია, რომელსაც თქვათ შეიძლება რაღაც პატარ-პატარა პრობლემები იყოს, მაგრამ ეს არ იყოს ყო ისეთი პრობლემა საბოლოო ჯამში, რომ თქვენი ურთიერთობა გააფუჭოს და აი თქვენთან ერთმანეთთან კამათმა, ერთმანეთისთვის დამტკიცებამ, ვის უფრო მეტად უყვარს, თუ ვინ უფრო მეტად ძლიერია, თუ ვინ უფრო მეტად ან თქვათ თუნდაც ოჯახური თანაცხოვრება და ვის მეტი აქვს შემოსავალი და ვინ როგორ წევს ამოღელს, ხო? აქ ეცადეთ, რომ ის მომენტები პირად ურთიერთობასთან, კონკრეტულად პირად ურთიერთობასთან მიმართებაში ეცადეთ, რომ მაქსიმალურად აკონტროლოთ და შეწყვიტოთ კამათი, შეწყვიტოთ ბრძოლა, შეწყვიტოთ რაღაცის დამტკიცება თქვენს პარტნიორთან მიმართებაში. აი ამას გაფრთხილებთ. და რაც გიმზადებთ, ნახეთ თუ თქვენ გააქვთ იმის მომენტი და წეღან ზუსტად ეს თქვი, რომ თუ თქვენი პარტნიორი არ დგავს ნაბიჯებს და არ ჩქარობს და გონიათ, რომ რაღაცა ისი არ არის და თქვენ რაღაცნაირად კონფლიქტური მომენტი გექნებათ ამითი, სამყარო გიმზადებთ, რომ ეს ადამიანი თქვენთან მოვა უკვე იმ სტატუსით და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საბოლოო ჯამში შექმნას ოჯახი, საბოლოო ჯამში აიღოს პასუხისმგებლობა, საბოლოო ჯამში მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. კი, შემოკარგება, თუ აქ გაქვთ იმის შიშები, რომ ეს ადამიანი არ გადმოდგავს ნაბიჯს, თუ თქვენ ფიქრობთ იმას, რომ თქვენ უფრო მეტი ემოცია გაქვთ ვიდრე ამ ადამიანს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ უფრო გიყვართ ვიდრე ამ ადამიანს, უყვარხართ, თქვენ უფრო გინდათ ოჯახი ვიდრე ამ ადამიანს, სამყარო გიმზადებთ, რომ ეს შიშები დაგაძლევინონ, კიდევ უფრო მეტად ემოციებში ჩაგფლან, უფრო მეტად სიყვარულის ენერგიები მოგცენ და ეს ადამიანი გიმზადებთ სამყარო იმას, რომ ამ ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება და ეხლა თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ვიღაცა ან რაღაცით გაართმევთ, ან რაღაცა პრობლემას გიქმნით, აი ეს ყველანაირი პრობლემა დაასრულოს თქვენთან. თუ აქ არის ის მომენტი, როდესაც ხანდახან არის, რომ საერთოდ არ გაქვთ საკონფლიქტო სიტუაცია, მაგრამ თითქოს პარტნიორულ ურთიერთობაში რაღაცა არ გამოდის ისე და აქ თუ ვინმეზე იყო კონკრეტულად დაანგრევის მდგომარეობა, ნეგატივის მდგომარეობა, რაღაცა პრობლემის მდგომარეობა, გეუბნებათ, რომ სამყარო გიმზადებთ იმას და გაძლევთ იმას, რომ ამ ადამიანმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, საბოლოოდ დაალაგოს თქვენთან ურთიერთობა და ის ენერგიები, რომელიც თქვენ შორის არათანაბრად გადანაწილებული იყო, შეიძლება ითქვას, შეიძლება რაღაცა ხვდებოდით, რომ ამ ადამიანს რაღაც ზეგავლენის ქვეშ აქვს, ზეგავლენის ქვეშ არის ხო რაღაცა თქვა და ამაზე ეჭვი გქონდათ, სამყარო გეუბნებათ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება, ეს ყველაფერი დასრულდება, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს იყო უბრალოდ თქვენი ემოციური ფონის მატარებელი მდგომარეობა, რომელიც შესაძაც ემოციური ფონი გვაქვს ძალიან დაძაბული, ყოველთვის ვიზიდავთ იმას, რაც ყველაზე მეტად არ გვინდა, ასე რომ სამყარო გიმზადებთ სიმშვიდეს, სამყარო გიმზადებთ იმ მდგომარეობას, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ან ესე ვთქვათ, გაფხიზლებთ, გამოყავხართ ყველა იმ დაბრკოლებებიდან, რომელიც თქვენთვის არასასურველია. შესაძლებელი აქვს თქვათ იყოს ის მომენტი, რომ ადამიანებს თქვათ რაღაცა ურთიერთობა ჯერ არ აქვს და თქვათ უნდა შემოდის ხო მის ცხოვრებაში. ეს მომენტიც შესაძლებელი აქვს იყოს, ისახებოდეს და ნახეთ შემოდიოდეს ადამიანი, თქვენ არ აძლევდეთ ამ ადამიანს იმის საშუალებას, თქვენ სივრცეში შემოვიდეს, თქვენ ემოციებთან შემოვიდეს, რაღაცნაირად ებრძვით, მაგრამ სამყარო გეუბნებათ, რომ ეგ გიმზადებ ამ სიმშვიდისთვის, აი იმ სიმშვიდეს, რომელიც მნიშვნელოვანია, გიგზავნი თანასწორ ადამიანს, ხო? თანასწორ პარტნიორს, რომელიც მოგცემს სწორ ენერგიებს. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, ნუ გეგონებათ, რომ ყოველთვის ყველაფერში, ნუ ჩაეძიებით ყოველთვის ყველაფერში იმ მომენტს, სადაც აი თქვათ
სადმე ხوار მატყუებს, რამე დამალული ხوار არის, რამე ისეთი ხوار არის, აი სულ რაღაცა ეს მომენტი ნუ გექნებათ, იმიტომ რომ სამყარო გიგზავნით სწორ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს, უფრო მიმზიდველს და უფრო სასიამოვნოს გახდის, ხო, ესე ვთქვათ, უფრო მეტ ემოციას მოგცემს და უფრო მეტ სიყვარულს, თქვათ, თუ კი რაღაცა ესეთი მდგომარეობა. თუ აქ სამსახურებრივი კუთხით გაქვთ რაღაც სიტუაცია და აქ არის ის მომენტი, როდესაც ვიბრძვით ჩვენი წინსვლისთვის, ჩვენი წარმატებისთვის, ჩვენი კარიერული მდგომარეობისთვის, ჩვენი ფინანსებისთვის, სამყარო გეუბნებათ, რომ მე გამოგიგზავნი ისეთ ადამიანს, რომელიც დაგეხმარება და ის ადამიანები თუ კი ვინმე რაიმე პრობლემას გიქმნით სამსახურში, რაიმე პრობლემას აწყდებით, ხო, რაღაცა პროექტს გიშლიან, ან რაღაცა არასწორად საუბრობენ თქვენზე, ან რაღაცას არ ხედავენ ისე, ხო, როგორც თქვენ დაინახონ. გამოგიგზავნით ისეთ ადამიანს, რომელიც დაანახებს ყველას თქვენს შესაძლებლობებს, დაანახებს ყველას თქვენს რაღაცა საჭიროებას, რომელთანაც შესაძლებელია ერთობლივი პროექტიც გქონდეთ და თქვენი აი ეს სურვილი რომ წახვიდეთ წინ, მეტის ფინანსური შემოსავალი გქონდეთ და მეტად კარიერულად დაალაგდეთ წინ, ეს აუცილებლად გექნებათ. ოღონდ თავარი აქ არ გქონდეთ ის მომენტი, რომ როდესაც კონფლიქტურ სიტუაციაში შევდივართ და შესაძლებელია კონფლიქტურ სიტუაციაში არა კონკრეტულ ვიღაცა ადამიანებთან ან რაღაცა გარე ადამიანებთან შევიდეთ, არამედ საკუთარ თავთანაც შეიძლება შევიდეთ კონფლიქტში და ეს საკუთარ თავთან შესვლა კონფლიქტში ნიშნავს იმას, რომ თვითშეფასება შეიძლება ამითი ჩვენ დავიდაბლოთ, ხო, ჩვენ თვითონვე დავიდაბლოთ, რომ აი მე არ შემიძლია და მე თურმე არ ვარ ამის ღირსი და ასე შემდეგ, როცა ისეთ აზრებს ჩვენს თავს ვეუბნებით ყოველთვის რაღაცა საბოლოო ჯამში ისი არ გამოდის, ხო? აი ესეა ჩემო ეს სიტუაცია მეორეც, მე წარმატებას, ბედნიერებას და ულევს სიყვარულს გისურვებთ. კიდევ შეგახსენოთ, რომ თუ თქვენი სურვილი იქნება პირად დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ში, რომლის ნომერსაც დავდებ და ასევე წარეს შესწავლასთან დაკავშირებით, ადრე გკითხეს და დავანონსე, მაგრამ ეხლა კვლავ შემიძლია დავანონსო. კი, ვასწავლი წაროს, ვასწავლი, გადმოიყარა, ვასწავლი ასევე რიტუალებსაც, ისე რომ შეგიძლიათ ეს მომენტებიც გამოიყენოთ. კიდევ ერთხელ ბედნიერება, სიყვარული, წარმატება თითოეულ თქვენთაგან და დროებით.